უსაფუარო პურს ვჭამ და მაინც ვერ ვიკლებ. ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება აი ამ ფრაზით. გეტყვით, აგიხსნით რა არის პრობლემა. მანამდე კი შეგახსენეთ, მე ლექსოლეკიაშვილი ვარ, დაბალანსებული კვების კონსულტანტი, პირადი შედეგით -38 კილოგრამი. და თუ გაინტერესებს დაბალანსებული კვების საკითხები, გამოიწერეთ ჩემი არხი და პერსონალური მენიუსთვის პირადში მომწერე. საფუარი მხოლოდ და მხოლოდ დამატებითი ეფექტია გასუქების პროცესში. გაითვალისწინე, რომ მთავარი პრობლემა, ძირითადი პრობლემა არის არა საფუარი, არამედ ფქვილი. თუ შენ ჭამ თეთრი ფქვილისგან მომზადებულ გამომწვარ პურს, მაშინ მას ექნება თუ არ ექნება საფუარი, დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. თუ შენ არ ხარ აქტიური ცხოვრების წესის მქონე და არ ხარ სპორტსმენი, ან ფეხით არ დადიხარ ბევრს, ან ფიზიკურად არ შრომობ, ასეთ შემთხვევაში თეთრი ფქვილი გარდაიქმნება, ბუნებრივია რომ გარდაიქმნება შაქრად, ოღონდ მალე გარდაიქმნება შაქრად და შენი ორგანიზმი ვერ მოასწრებს მიღებული კალორიების, მიღებული შაქრის დაწვას და გარდაქმნას ენერგიად. შესაბამისად, დაუხარჯავი ენერგია დარჩება შენს ორგანიზმში ცხიმის სახით. ამიტომ გამოსავალი არ არის საფუარის ამოღება. გამოსავალია თეთრი ფქვილის ამოღება და მისი ჩანაცვლება ცეხვილი ფქვილის ნაწარმით. ჭამე ჯანსაღი პური და თუ გაინტერესებს რა და როგორ უნდა ჭამო, მომწერე. მოდი, ვილაპარაკოთ.